ტრამპმა ჯოჯოხეთი გაუხსნა ირანის რეჟიმს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა მცხოვრიდან გამოიყვანეს ტვირთის გარეშე მყოფი ნავთობის ტანკერი ომანის ყურეში, ირანის პორტებზე საზღვაო ბლოკადის ფონზე. და ისინი ასევე სასტრაფოდ გაეშურნენ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გადასარჩენად, მას შემდეგ რაც აპაჩის ვერტმფრენი ჩამოვარდა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს. ამ სამშაბათს 2026 წლის 9 ივნისს ახლო აღმოსავლეთში კრიზისი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, რადგან ვაშინგტონმა ერთდროულად ორი რამ აჩვენა. მოლაპარაკებების მაგიდაზე ტრამპი ამბობს, რომ ირანთან შეთანხმება შეიძლება რამდენიმე დღეში გასაგები გახდეს. ზღვაში ამერიკულმა სარდლობამ არ მისცა გემს ბლოკადის გარღვევის და ისე გაგრძელების უფლება, თითქოს ამას შედეგი არ მოხვდებოდა. ჰაერში აპაჩის ჩამოვარდნა დაუყოვნებლივ სამხედრო განგაშად იქცა, მაგრამ ეკიპაჟი დაახლოებით 2 საათში გადაარჩინეს და ისინი სტაბილურ მდგომარეობაში იყვნენ. ამ დროს ისრაელი აგრძელებდა მოქმედებას. ჰეზბოლას ლიბანში დარტყმისას ნეთანიაჰუმ გააფრთხილა, რომ არ მიიღებს თავდასხმებს ლიბანის ტერიტორიიდან, ხოლო ირანი ცდილობს გააჭიანუროს მოლაპარაკება აქტივების გათავისუფლების მოთხოვნით. გახინული აქტივები იმ დროს, როცა ირანი ცდილობს არ შეეხოს ბირთვულ საკითხს პირდაპირ. სწორედ აქ იძენს ძალას ტრამპის ზეწოლა. ის იყენებს ბლოკადას, დიპლომატიას, საზღვაო ძალებს, სპარსეთის ყურის მოკავშირეებს და მკაცრ შემოწმებას, რათა თეირანს არ მისცეს დროის მოგების, რეგიონის დამუქრების და შანტაჟის მოლაპარაკებად გაკიდვის საშუალება. რა შეიცვალა ჰორმუზში? რატომ დაკარგა ირანმა პოზიციები? როგორც ცდილობს ტრამპი ზეწოლის შეთანხმებად გადაქცევას? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. მთავარი მოვლენა მოხდა ომანის ყურეში. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საზღვაო მარშრუტთან ახლოს. აშეტეშის ცენტრალური სარდლობის მიხედვით, ტვირთის გარეშე მყოფმა ნავთობის ტანკერმა სცადა ბლოკადის დარღვევა და ირანის პორტისკენ წასვლა. ამერიკულმა ძალებმა გემი მცხოვრიდან გამოიყვანეს გასვლის მცდელობის შემდეგ და შეინარჩუნეს კონტროლი რეგიონის საზღვაო მოძრაობაზე. ბლოკადის დაწყებიდან 13 აპრილიდან სენტიკომმა განაცხადა, რომ 134 გემი გადამისამართდა. 42 ჰუმანიტარულ გემს მიეცა ნებართვა გასავლელად და 7 გემი, რომელმაც არ დაემორჩილა წესებს, განეიტრალდა. ოპერაცია იზოლირებული შემთხვევა არ იყო. ის წარმოადგენს პირდაპირ ზეწოლას ირანის რეჟიმზე, რათა გახსნას ჰორმუზის სრუტე, შეამციროს საფრთხე ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონალური მოკავშირეების მიმართ და გადადგას ნაბიჯი გადამოწმებადი მოლაპარაკებებისკენ. ტრამპს უნდა ძლიერი დოკუმენტი, მაგრამ ზღვაში გზავნილი აჩვენებს, რომ დოკუმენტი სისუსტით არ მოვა. ირანის რეჟიმმა იცის, რომ ჰორმუზი მხოლოდ გემების გასასვლელი არ არის. ეს არის ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტი. როდესაც თეირანი ამ მარშრუტს ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, ზეწოლის ინსტრუმენტი პასუხობს. მარშრუტი კონტროლის წერტილია. ბლოკადა ქმნის გამოფიტვას, რომელსაც ირანი ყველაზე მეტად ცდილობს დამალოს. განეიტრალებული ხომალდი ამ დაძაბულობის სიმბოლოდ იქცევა. ეს არ ყოფილა ქმედება მიმართულების გარეშე ომების გასაფართოებლად. ეს იყო პასუხი, რათა აღეკვეთათ დარღვევა და გაემყარებინათ, რომ ამერიკული წესრიგი ზღვაში შესრულდება მანამ, სანამ რეალური შეთანხმება არ იქნება. მეორე სერიოზული ფაქტი მალევე მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის აპაჩის ტიპის ვერტმფრენის ჩამოვარდნა მოხდა ომანის სანაპიროსთან, ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე წყლებში. ბორტზე 2 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ისინი უსაფრთხოდ გადაარჩინეს დაახლოებით 2 საათში და მათი მდგომარეობა სტაბილური იყო. ინციდენტის მიზეზი გამოძიების პროცესშია. ამერიკული ხელისუფლება ამ ეტაპზე საქმეს ფრთხილად ეკიდება, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა მექანიკური პრობლემა, მტრის ცეცხლი თუ სხვა მიზეზი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პილოტები კარგად არიან და არავინ დაშავებულა. ამან დაასუსტა ირანული პროპაგანდის შესაძლო ძალა, რადგან ავარია შეიძლებოდა ამერიკული სისუსტის ნიშნად გამოეყენებინათ. თუმცა სწრაფმა გადარჩენამ საპირისპირო აჩვენა. რეგიონული დაძაბულობის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა შეძლო ეკიპაჟის პოვნა, სამხედროების წყლიდან გამოყვანა და იმის თავიდან აცილება, რომ ეს შემთხვევა ადამიანურ და პოლიტიკურ ტრაგედიად ქცეულიყო. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ირანის რეჟიმი ცდილობს შიში დათესოს თითოეულ ავარიაზე, თითოეულ თავდასხმასა და მუქარაზე. ამერიკელების პასუხი მარტივი იყო. ეკიპაჟის დაცვა, გამოძიების გაგრძელება და ზეწოლის შენარჩუნება. აპაჩი ჩამოვარდა, მაგრამ სამხედრო კურსი არ შეცვლილა. ეკიპაჟი გადაარჩინეს და ბლოკადა გაგრძელდა. ტრამპი წინარჩუნებს დიპლომატიურ ფრონტს ღიად. სპორტული ღონისძიებიდან დაბრუნებისას მან თქვა, რომ ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება და შეიძლება ერთ-ორ დღეში შეთანხმების შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს. მან დაიცვა ხელმოწერილი და ძლიერი დოკუმენტი. თქვა, რომ ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დაბომბვების ახალი ტალღა, რადგან ეს ესკალაცია ბევრ ადამიანს მოკლავდა.
ლოგიკა პირდაპირია. დონალდ ტრამპი სურს აიძულოს თეირანი, მიიღოს გადამოწმებადი პირობები ისე, რომ რეჟიმს არ დააჯეროს. თითქოს შეერთებულმა შტატებმა ძალა მოლაპარაკების მაგიდიდან ამოიღო. ჯეიდი ვენსმა კიდევ უფრო გაამყარა ეს პოზიცია, როცა თქვა, რომ ნებისმიერი შეთანხმების წარმატება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რას დაწერენ ირანელები ქაღალდზე, არამედ მოთხოვნების შესრულებაზე. ეს არის ამ მომენტის მთავარი საკითხი. ამერიკის მთავრობას მხოლოდ ხელმოწერა ფოტოსთვის არ სურს. სულს დამტკიცება, ჰორმუზის გახსნა, ბირთვული საფრთხის შეზღუდვა და ირანის მოკავშირე ჯგუფების ზეწოლის შემცირება. ვენსის თქმით, თუ შეთანხმება რეალური გადამოწმებით იქნება მიღწეული, ეს ამერიკელი ხალხისთვის დიდი გამარჯვება იქნება. პრობლემა ისაა, რომ ირანი ორ თამაშს თამაშობს. ერთი მხრივ მოლაპარაკებებზე საუბრობს, მეორე მხრივ კი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საკმარისი კეთილინება არ არის და დაჟინებით მოითხოვენ დაბლოკილი აქტივების გათავისუფლებას. ასევე არსებობს წინააღმდეგობა ურანის გამდიდრებისა და ბირთვულ საკითხებზე პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართ. ეს ზრდის ეჭვს, თუ ვინ მართავს რეალურად თეირანს. საგარეო საქმეთა მინისტრი ერთს ამბობს, პოლიტიკური სისტემის წევრების სხვას და საბოლოოდ გადაწყვეტილება რეჟიმის მყარ ბირთვზე გადის. სწორედ აქ აკეთებს ტრამპი ხაზგასმას. მოლაპარაკება მხოლოდ ვაშინგტონსა და თეირანს შორის არ მიმდინარეობს. სპარსეთის ხურის ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და კატარი, გათვლაში შედიან, რადგან ისინი ირანული საფრთხის წინახაზზე არიან. ირანს ჯერ კიდევ აქვს დრონები, საშუალო მანძილის რაკეტები და შესაძლებლობა ზეწოლა მოახდინოს საზღვაო მარშრუტებზე. ისრაელზე ზეწოლაც ამ თამაშის ნაწილია. ტრამპმა ბენიამინ ნეთანიახუს ესაუბრა მას შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის შეტაკებები მოხდა და სთხოვა ისრაელს თავი შეეკავებინა უფრო მასშტაბური საპასუხო დარტყმისგან, რათა შეთანხმების შანსი არ დაეკარგა. ნეთანიახუმ იმ მომენტში დათანხმდა ირანის წინააღმდეგ პირდაპირი ფრონტის შეკავებას, მაგრამ კაფიოდ აღნიშნა, რომ ისრაელი არ მიიღებს ჰეზბოლას თავდასხმებს ლიბანიდან. ეს განსხვავება მნიშვნელოვანია. ტრამპი ცდილობს ირანთან უფრო დიდი ომი თავიდან აიცილოს, მაშინ როცა ისრაელი აგრძელებს ჰეზბოლაზე შეტევებს, როცა ლიბანის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეებს ხედავს. ლიბანში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ისრაელმა ახალი იერიშები მიიტანა ტირზე, ლიბანის სამხრეთში ევაკუაციის ბრძანებების შემდეგ. ისრაელის მთავრობა ადანაშაულებს ჰეზბოლას, რომელიც ირანის მოკავშირეა, რომ სამოქალაქო ტერიტორიებს იყენებს დასამალად და ოპერირებისთვის. საზღვარზე ომი არ შეჩერებულა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებისა. ტრამპის აზრით ეს ფრონტი საშიშია, რადგან ირანს შეუძლია ჰეზბოლა გამოიყენოს ისრაელის პროვოცირებისთვის და შემდეგ მოლაპარაკებებში მსხვერპლის როლში წარდგეს. ნეთანიახუმ მკაცრად უპასუხა, რადგან ჰეზბოლამ სცადა ახალი წესი დაეწესებინა. ისრაელზე ლიბანიდან თავდასხმა და იმის მოლოდინი, რომ ისრაელი არ უპასუხებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია. გზავნილი მკაცრია, მაგრამ მარტივი. თუ ჰეზბოლა ცეცხლს გახსნის, ისრაელი საპასუხოდ დაარტყამს. ამ ეტაპზე ირანი კარგავს ნარატივის დაცვას, რადგან მისი რეგიონული მოკავშირე სწორედ მაშინ ინარჩუნებს კრიზისს, როცა თეირანი ცდილობს გონივრულად გამოიყურებოდეს და დათმობების მიღწევას ცდილობს. შიდა ზეწოლა ირანშიც იზრდება. არსებობს ცნობები შეზღუდულ პროტესტებზე, რომლებიც განათლების პოლიტიკას უკავშირდება და სამოქალაქო მოსახლეობაში შიშია რეჟიმის რეპრესიების გამო. თუნდაც მაშინ, როცა პროტესტები მასშტაბური არ არის, ისინი აჩვენებენ, რომ ბლოკადა და გარე კრიზისი შიდა გარემოზე აისახება. რეჟიმი ძალის იმიჯზეა დამოკიდებული. ასევე მიმდინარეობს ნარატივის ბრძოლა. ირანი ცდილობს თქვას, რომ არ ენდობა შეერთებულ შტატებს და რომ აქტივების გამბლოკვა სჭირდება წინსვლისთვის. ვაშინგტონი პასუხობს, რომ ეს განთავისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებამდე არ მოხდება. რეჟიმს ჯერ ფული უნდა, ტრამპს ჯერ ქცევის შეცვლა უნდა. ეს განსხვავება ხსნის, რატომ არ შედგა შეთანხმება ჯერ კიდევ, მიუხედავად პროგრესის ნიშნებისა. აპაჩის ჩამოვარდნა ზრდის დაძაბულობას, მაგრამ არ ცვლის კრიზისის ცენტრს. გამოძიება დაადგენს, იყო ეს გაუმართავობა, თავდასხმა თუ სხვა ფაქტორი. ამასობაში ეკიპაჟის გადარჩენა უკვე ამერიკული პასუხის ნაწილად იქცა. შეტყობინება ასეთია. შეერთებულ შტატებს შეუძლია იმოქმედოს რისკის გარემოში, გადაარჩინოს თავისი სამხედროები და შეინარჩუნოს მისია. ამერიკელი საზოგადოებისთვის ეს მნიშვნელოვანია. არავის უნდა დაუსრულებელი ომი. მაგრამ არც არავის უნდა ნახოს, როგორ აკონტროლებს თეირანი ჰორმუზ შანტაჟით. დონალდ ტრამპი ცდილობს აიძულოს ირანის რეჟიმი, გააკეთოს არჩევანი. ნავთობის ტანკერის გაუნებელყოფა მომანის ყურეში აჩვენა, რომ ეს ბრძანება სიმბოლური არ არის. აპაჩის ეკიპაჟის გადარჩენამ აჩვენა, რომ შეერთებული შტატები კვლავ აგრძელებს ოპერირებას რისკის ქვეშ. და ზეწოლამ ნეთანიახუზე აჩვენა, რომ ტრამპს სურს გააკონტროლოს ესკალაცია ისე, რომ რეგიონი ირანის თამაშს არ გადასცეს.
სწორედ ამ ჩიხშია ახლა კრიზისი. ტრამპის ხელშიშია შეთანხმების გაფორმება, მაგრამ ასევე აკონტროლებს იმ ზეწოლას, რომელმაც თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაში ამოცემული. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.